გამარჯობა, მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა ტვინის გასაღები და მე გახლავართ ამ გადაცემის წამყვანი საბა ჯანაში. ასევე წარმოგიდგენთ ჩემ თანაწამყვანს თორნიკე ბაღათურიას. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. ესე იგი, დავუბრუნდით 46 ეპიზოდით ტვინის გასაღების და რავი, ამ ბოლო დროს დავაკვირდი რაღაც უფრო მინატრე ხშირად მინდა ხოლმე რომ უფრო მეტი გადაცემა ჩავწეროთ, იმიტომ რომ მართლა იმდენი რაღაცები ხდება, რომ ერთ იმაში მართლა აღარ ეტევა რა. და ეს არის მნიშვნელოვანი თემები განვიხილოთ დღეს თორნიკე. მოდუნების საშუალებას აგვაძლევენ ნამდვილად ეგრე არის. მოწოდების სიმაღლეზე არიან ჩვენთანაც და მსოფლიოშიც რა თქმა უნდა. კი, არავინ ერთი წამი არავინ არ იქნებს და არ ჩერდება. მოდუნები აგვიჭირდება ნამდვილად. მნიშვნელოვანი და ისეთი ინფორმაციით დავიწყოთ რა საქართველოს არის ჩვენ შემოვლი თემით, ხო, ნამდვილად ეს ჩვენი მავნებლები რა თქმა უნდა არ ნებდებიან და ყველანაირად ჩასაფრებულები არიან გენებივით რომ რაღაცა პრობლემა გამოჩნდეს და მე ამ პრობლემას მოეკედლონ ამ პრობლემაზე მე ტირაჟირება რომ აი მაგალითად ეს უსამართლო ხელისუფლება როგორ ჩაგრავს ქართულ მოსახლეობას და ამჯერად არც მეტი არც ნაკლები ჩვენთან დოუშენის სინდრომით დაავადებული 100-მდე ბავშვი არის და ამძიმე დაავადება არის და ეს მშობლები რაღაც მედიკამენტს ითხოვენ რომელიც არ არის ანუ აკრძალული არა ეს მედიკამენტი, იმიტომ რომ რაღაცა კვლევების შედეგად რომ ეს პრეპარატი როცა პირველად გამოიყენეს, ფატალურად დასუსტა რამოდენიმე ადამიანი ბავშვი გარდაიცვალა, ზოგიერთი გადაიყვანეს რეანიმაციაში და ანუ ამის მერე ეს წამალი აიგზალა რა, წამოწქვია ელევედისი. და არც ერთი დასკვნებით, ანუ საერთაშორისო დასკვნებით, ანუ არცად არ არის დადასტურებული, რომ ეს წამალი დოუშენის დაავადებას კურნავს. საერთოდ კურნალია და რაღაც უკუჩვენებები არ აქვს ისეთი, რომ ადამიანისთვის კარგად მიიღოს ორგანიზმი. თულ ხო რა, ფატალური შედეგებითაც თავდება. გამოდიან და ითხოვენ ამას, რომ აი ეს წამალი მოგვეცით ჩვენ, იმიტომ რომ ბავშვები ვიღაც მშობლებიც არიან იქ რა, შეიძლება ინფორმირებულები არ არიან ხა მაგათ გომარებს შევდივართ რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს ტირაჟირება მიდის, გვარამია გამოდის და ინანება თუ ბავშვებისთვის ფულს ძვირიღის ეს წამალი. ანუ მაქსიმუმ ხა დღეს უსმენდი 20 მილიონი არის ალბათ სულ ჯამში საჭირო ამ ბავშვებისთვის წლიურად თუ არ ვწდები რა არ ვიცი სადღაც ეგრე ნუ აი 50 მილიონი იყოს სიტყვაზე რა მნიშვნელობა და ვინ და ვინ რა თქმა ანუ ბავშვის ჯანმრთელობა თქვენ ხوار გეშლებათ რაღაცეები და კიდე აი თქვენი აი საყვარელი გაფეტიშებული და ვითომ ძალით გმირები რო ყავთ და ბავშვებს რო ხოცავენ და ბავშვებისთვის რო რაღაცები ენანებათ კიდე ბავშვებს რო მომავალი რო არ უნდა ქონდეთ იმათში ხო არ გერევათ რაღაცეები და მაგეებზე რო ხმას არიღებთ რა უტიფარი ნაგავი ხალხია ბიჭო აი პროსტა რო დაფიქრე რა არ მინდა რომ თავიდანვე დავიწყო აი ამ იმით რა პროსტა რა ნაგავი უნდა იყო რომ შენ გვერდზე ოთახში აგერ ბავშვებს კლავენ აქეთ აიმაში ვაფშე მომავალს უნდა გურებენ და შენ გამოდიხარ და შენ ქვეყანაში როცა არ ხდება ეგეთი რაღაცა და არც არასდროს არ მოხდება და მე პირადად ვიქნები პირველი ვინც გავა ეგეთი რაღაც რომ ნახო და შენ ჩემთან ერთად იქნები რომ იმაზე რა ქვია ბავშვებზე ვიღაცა მოჟმოტოს 20 მილიონი და გინა 50 მილიონი და გაგიროს ეგეთი რომ საქართველოში არ მოხდება და თქვენ რადგან ქართველები არ ხართ ვინც ეგრე ფიქრობთ თქვენ გონიათ რომ თქვენთვის გონიათ რომ სხვებიც ეგეთები არიან მიხვდით და არა და არ არიან ეგეთები სხვები რა ჩვენ ძალიან განსხვავდებით თქვენგან რა როგორც ადამიანი და როგორც სულიერად და უფრო ყველაფრით. ბიჭო არ არსებობს მეცნიერული დასკვნა რომელიც ადასტურებს ეს წარმარი ელივედის რომელსაც ითხოვენ რომ კურნავს დოუშენის დაავადებას. არ არსებობს ესეთი დასკვნა. მოდი აი მოусმინოთ ჯანდაცვის მინისტრი დღეს საუბრობდა აი რა საუბრობს რა. დაფიქსირებულია ბავშვების გარდაცვალების შემთხვევები. ამის გამო ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია, ეგრეთ წოდებული FDA რომელსაც ამ მედიკამენტზე ჰქონდა მანამდე დაჩქარებული ავტორიზაცია მინიჭებული 2025 წლის 18 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება და შეაჩერა კლინიკური კვლევების 3, ახლა 4 გარდაცვალების შემთხვევის დაფიქსირების გამო და მოუწოდა მწარმოებელს გაეჩერებინა მედიკამენტების რეალიზაცია. 14 ნოემბერს კი განაახლა მედიკამენტების გამოყენების ინსტრუქცია, სადაც დააფიქსირა შემდეგი. კვლავ ციტატას ვამბობ მედიკამენტის გამოყენება უკავშირდება ღვიძლის მძიმე დაზიანების და ღვიძლის მწვავე უკმარისობის განვითარების, მათ შორის ფატალური შედეგის დადგომის რისკს. ყველა ეს ინფორმაცია ეყრდნობა აბსოლუტურად ღია და საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებს. აი ვინმეს არ ჯერათ? გადაამოწმეთ, ხო? ანუ ჯერ აბსურდია ხა ეს ტყუილი. ვინ ხარ მინისტრი კაცი გამოვიდა. აი დაუშვათ სიტყვაზე არ ჯერა, ხო მინისტრის შენ მოცნების მინისტრს არ ჯერა.
გადაამოწმე რა. და ჯერ ბიჭი ყველაფერს თავ მართლა ნუ ეხა რავი, ნაცისტები და ფაშისტები არის ამდენ ალბათ მაგას რომ თავისი ქვეყნის ბავშვი მით უმეტეს 100 ეგეთი რამე მართლა არ ჯდება. აი ესეთი რაღაცა თუ დაუშვეს ამათ ნუ დაღუპულები ვართ მაშინ რომ ჩვენი ქვეყანა არ არსებობს. ესეთ საკითხზე რომ ფული თან რას იდახენ ფული ენანებათო და ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიარდი არის ლარი. ეხა აი 20 მილიონი როგორ უნდა დაენანოთ ხო ბიჭო აი მეღიმება აბსურდი არის რა პროსტა რა და ესენ კიდე ერთხელ სააშკარაოზე გამოჩნდა რომ როგორი მავნებლები არიან ესენი. მე თავიდან რომ ჩავრთე ეს ინფორმაცია რომ გავიგო ბავშვები და რა უყურე ბიჭო მშობელი რა და რაღაცა გული შეგტყვა რა ადამიანი ხარ ემპათია გიჩნდება და ეძიები, მაგრამ სულ მე გვერდზე რომ დაინახავ ამ მავნებლებს, მე სულ ის გიჩნდება რომ აქ რაღაცა არ უნდა იყოს, სულ ეს ანუ მართალი და მე რომ ეძიები, მართლაც აგერ აღმოჩნდა რომ მორიგი დიდი ტყუილი. ხო ამ ხალხისგან აი მე ვერ ხვდები უბრალოდ ვინღამ უნდა დაიჯეროს რამეა, იმიტომ რომ ანუ მაგათი საქმე ხო ზუსტად ეგაა რომ სადღაც რაღაცა იპოვონ, თავით იზე დაიხვენ, იმდენს უსმენ, გუშინ თუ უსმენ ეს ანნა წითლიძე თუ გამოდის და აი სადა გამოჩნდა გამოჩენილია იმაზე იქ უზით ხომ ტევ პირველზე და ხან უსმენენ ხან არა და ერთი მაგ თუ ჯაფარიძია ესპანეთში რო და მოწმოთ სადღაც და იმას ქნა რა ქვია უზის გამის და პირველი ევროკავშირის დროშაო მიხეილ სააკაშვილმა აფრიალო და არსად არ ამას თავდება და უცებ თავდება და ვიდეო იწყება რომ ედუარდ შევარდნაძე ევროკავშირის დროშით აფრიალებული ვის აყრი ნაცრთვალში ანუ როდესმე შეუულია ანუ ეგეთ პიროვნებებს აი როგორიც ეგოგოა როგორიც გვარამია როგორიც ვაშაძეან მაგათი ფანების პატარა ბაჭყაბუჭყები ვიღაცები რომელიმეს უფალება აქვს ვაფშე რამეზე ილაპარაკოს სულით ჩემი აზრით აი რავი სულით მონები საქართველოს მტრები და არიან აი უნდეთი აი საკაიფოთ იყვნენ მიხდი პალაჟენი იყო და ეგზაუთ მაგათ პოლიტიკის ვერას დროს ეს დრო როცა იყო მიშას დრო იყო რა დრო იცი მართლა სიბნელე იყო სამყაროში იყო სიბნელე ადამიანის უფლებები და ქალთა უფლებები და იქი ციხეში და ჟურნალისტების შეგვიშვით და იმ სად იყო ბიჭო ეგ ვაფშე ვაფშე ვერავინ ვერაფერს ვერ აშუქებდა ეგრე ანუ შეიძლება ერთი გაშუქება ეგეთი ინფორმაციის ჟურნალისტ დაждობა და ვაფშე კი და დღეს აღარ თორნიკე ეგ დრო რა დღეს ეგრე უსამართოდ ვერავინ ვეღარ მოგექცევა რომც მოუნდეს ვეღარ მოგექცევა და თქვენ კიდე რის იმედის გაქვთ ვაი მოხვალს და მაგრამ აი პალაჟენიას მოიყვანთ აი ერჯვარს ვიწერო ვერას დროს ვერ ეღირსებით მაგას რომ თქვენ რამე მოიყვანთ თქვენ თუ დააპირეთ რამე პალაჟენიას მოყვანათ ხალხი პალაჟენიას მოგიყვანთ რომ მე ნახეთ დარჩებით აი ყაბა ჩამოვარდნილები და ამიტომ ჯობია დანებდით და დაგაზეთ აქ კიდე რაღაცასო ქმნიან რაღაც კრინჯ რაღაცას და იგივე ტიპები და ვისატყუებენ ბიჭო ანუ იგივე ტიპები გამოდიან ახალი სახეები არიან ეხა შეიძლება საუბრობ ამ ყველაფერს ხელისუფლებას ხო კარგად ხვდება და მსოფლიოში რა როგორი რთული პერიოდია ხო და ჩვენ ქვეყანაში განსაკუთრებით და ეხა წარმოგიდგენ ხელისუფლებას აუტკივართავს როგორ აიტკიებს და ჯერ რავი ფაშისტები ხო არ არიან რომ რაღაც 100 ბავშვს როგორ ვერ დაეხმარებენ 20 მილიონი თუ არა 200 მილიონიც რო იყოს როგორ არ უნდა დაეხმარო და მე წარმოიდგინე ეხა დაუშვათ ეს ამ წამლები მეეცათ ამ მშობლებისთვის და იქ მე ფატალური შედეგი დასრულებული იყო წარმოიდგინე ეს მავნებლები ეხა შეიძლება რა წამალი მიცეს და რომ მაკლავენ ბავშვებს და როგორ წამლებს აძლევენ და ნუ აი ყველანაირად ყველა მხრიდან ცდილობენ რომ ანუ პრობლემა შეუქმნას ქვეყანას ზუსტად ხელისუფლებას კი არა ქვეყანას უქმნიან ამით პრობლემას ეგ ეხოცები ერთ ვიდეოს ჩავვრთავ და ჰიბრიდულ ომში ვართ ეხლაც რომელიც გვართმევს ჩვენს ისტორიას ცდილობს რომ გადაწეროს უახლესი ისტორია რომელიც ამ ქვეყანას უკარგავს განვითარების შესაძლებლობას რომელიც ამ ქვეყანას წირავს იზოლაციისკენ წირავს იმისკენ რომ დაკარგოს მისი ევროპული არჩევანი და ეს ევროპული არჩევანი რისთვისაც 9 წელი მიხეილ სააკაშვილი და უნდა აღნიშნო აშენებდა პირველი იყო ვინც ევროკავშირის დროშა აღმართა ეხა ბევრ რაღაცასთან ერთად რაც ამ ქვეყანაში გააკეთა ხო მიშადან იწყება საქართველოს ისტორიაში ჩვენ ხო ვიცით გას ბატონ ჰავიერ სალამონი არსებობდა საქართველოს მიშადან იწყება ყველაფერი სავსებით გულწრფელი შევარდნაძე იყო პირველი ხო აბა ვინ გაეროში ვინ შეგვიყო ხო და ვერ ხვდები აი ეს ახალგაზრდა ევროპადან პირველი შევარდნაძე ყიროდა ეხლა აი და პარტიუსაც მეც ცემდნენ და ყველანაირად ტიპი იყო რა
იმაში რა ქვია, აი ხა ვაწყდები რომ ხვდები ახალგაზრდების შეხვედრები ახალგაზრდებთან ზოგადად რა ეს ახალგაზრდები თქო მაგრა არიან ჩართული ამ პოლიტიკურ ცხოვრებაში. აი მე მაინტერესებს რა ეგეთი რაღაცა რომ მოხდეს რა არის შესაძლებელი რომ აი ეს პატარა ასაკის გოგოები ბიჭები ვინც არიან ჩართულები და ინტერესებულები და რაღაც აი მართლა შეცდომაში შეყვანილები და ვაფშე სხვა იმაზე დასმულები აი არ შეიძლება რომ გავაკეთოთ ძმაო შეკრებები ვანახოთ ვინ იყვნენ, ვანახოთ რას აკეთებდნენ, ვანახოთ, ანუ გაიგონ რა, ანუ დაინახონ. აქ რეალურად არის ქვეყანაში არის ინფორმაციის დეფიციტი მაგათთან. აი იმ ინფორმაციის ზუსტად რაც ყველანაირ ხიდს გახსნის რა. ანუ ელემენტარული მე ვხვდები ამას ზიად ერთ გოგოს რა არა ქართულს და ისე რა ქვია და მეუნება რომ ისე რა ქვია სააკაშვილის დროს ხო მაგრა ცხოვრობდითო თქვენ ეხლა წარმოვიდგინეთ საიდან მეთქი აი ამ სისულელს ვინ გეუნება მეთქი რა და მეზობელი მყავსო ერთიო გიჟიო ნაციონალიაო აი მენა აქციებიო და ესეთი ტიპიაო და ეს უყო ეხლა წარმოიდგინე რომ აი ეს იმენა გათახსირებული ადამიანი ვიღაცა რომელიც იმიტომ არის გათახსირებული აუხსნი რომ ადამიანებს მაგ დროში და მაგ წლებში რასაც უშვებოდნენ ისო ვერ დაინახა და მაგრამ ცხოვრობდით თქვა მაგით არის გათახსირებული რა მარტივად ისტორია ხო ვინც ეგრე ლაპარაკობ ყველას გერგებათ ვაფშე შეგიძლიათ ყველა მიიწებოთ ეს ამბავი რა და მარტო იმ ქალმა არა და მეუნება რომ აი ესე ვთქვა ეუყურე ეს ტურისტი ანუ ფიქრობს რომ აი ნახე კარგად ცხოვრობენ ახლა დღეში ანუ ყველაფერი ვაფშე ყველაფერი არის ყველაზე დგას ჩვენი პრობლემა იცი რა არის და ჩვენ რა გვაკლია ყველაზე მეტად რომ უნდა არსებობდეს ის რომ ინფორმაცია უნდა მივიტანოთ როგორღაცა იდაში რას ვიზავდი იცი ხა შეიძლება გადავათ იმას რა ქვია ვიღაცა მაგიქვას ეს მაგრამ დედას მიცავ სარეკლამო ისინი რო არის რა აი ფილარმონიაზე იმაზე მან გაუშვებდი კადრებს ვინ არიან ესენი ანუ ქალაქში გავუშვებდი კადრებს ვინ არიან ესენი რომ გარეთ ვეღარ გამოსულიყვნენ ხო, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანები ახმებში არიან. ხო, მაგრამ ეგ ახმებში იმიტომ არიან თორნიკი ახმებში, ნახე უყურე, აი ხა მაგალითად ჩვენი პოდკასტი როგორი ტიპიც არის და როგორ ცლობა ხა. სატელევიზიო გადაცემას და იმაზე არ ვიცი, ინტერნეტ სივრცეში მაგალითად რა. აი ესეთი სტილის რაღაცეები, მიხდი მეტი უნდა იყოს, რომ ჩვენ რა, მე და შენ ვლაპარაკობთ იმას, რაც არის მომხდარი და ვაჩვენებთ ხალხს და მე შეიძლება მე ამ თემის ირგვლივ ვილაპარაკო, მაგრამ მე ვიდეოს გაჩვენებ შენ რომ ეს ნაღდია. ხო? ანუ ჩემი პირადი რამე ხო არ არის რომ ანუ მე ესე მაწყობს რომ დავინახო. არა, ანუ არაფერი. სიცრუეში ვცხოვრობთ ამდენი წელია უკვე. მაგრამ ძალიან მცირედი არიან ეგ კამანდები. ამას რომ ვაკეთებ ჩვენს და ბევრი ეს მუშაობს შენ სტორზე შეიძლება უფრო მასშტაბურად იყოს. მაგათვით ეხლა ნახე ჩვენ ვინც არის ის ჩვენი გადაცემის შესახებ მაგალითად. აქ ადამიანებმა იცი უნდა გააკეთონ რომ მე რო ვიცი რომ ეს გადაცემა მომწონს და ამ გადაცემაში სიმართლეს ლაპარაკობენ და ვხედავ და ვეთანხმები, კეთილი უნდა ინებოს ამ ხალხმაც და უნდა დაეხმაროს რა თავის ქვეყანას, იმიტომ გააუცელოს ეგეთი რაღაცა რა. ანუ რაღაცა ინფორმაცია თუ იცი შენ რაც საიდუმლო არ არის და ის არის აუცილებელი ახლა რატო უნდა გაუცელდეს ჩვენი გადაცემა მაგალითად და რატო არ უნდა იყოს შეფასების ისა რა ქვია ობიექტი ოღონდ რეალურად ობიექტურად შეფასების თუ მე რამე ტყუს ვიძახი შენ რამე ტყუს ვიძახი მივიღებთ ხო ამას მაგრამ არ ვარც არც მატყუარები ვარ და არ ტყუილებს ვიძახით ვიდეოზე და ინფორმაციაზე დაფუძნებულ ვაკეთებთ შეიძლება ვიღაცა არ დაგვეთანხმოთ ჩვენ შეფასებაში ეგ მოსულა და ჯანსაღი კრიტიკაც მოსულა ყველაფერი მოსულა მაგრამ ძმაო ეხა შენ რო არ იცი საერთოდ რა ხდება და იმისკენ რო ხარ ანუ ეგ არის მიუღებელი და უშვებელი და რავი ყველაფერი რა. ამიტომ ჩემი აზრით აი ჩვენ მაყურებელსაც მოუწოდებ ეხა და ყველას მოუწოდებ საერთოდ მაგაზე რომ თუ მოგწონთ ჩვენი გადაცემა და რავი გვერდში გვიდგახართ და გბალეში ყოფთ, რაზეც ძალიან დიდ მადლობას გიხდით. აი გეხვეწებით მართლა მთელი გულით რომ იმაშიც დაგვეხმარეთ რომ გავუცელდეს რა ჩვენი გადაცემა. ბევრმა ნახოს ბევრს გაუნათადეს გონება, იმიტომ რომ რეალურად ეხა ერთს რო ნახავს და ორს რო ნახავს, შეიძლება წავიდეს და თავისი და იმას ასე ქვია, დააინტერესოს და მოძებნოს რაღაცები და მართლა მივიდეს რა იმ პასუხებამდე რა. ანუ თავისით. რეალურად ხო ეგრე არის. ანუ ჩვენ თუ ერთმანეთს ხელი არ შევუწყოთ, ხო ხედავ ეს მართლა მავნებლების სექტები როგორ ერთმანეთის იმაში არიან, ხო გატანაში, ხო? ჩვენ ნორმალური ქართველები ქრისტიანები, რომლებიც ამ ქვეყანას არავის არ დაუწევთ და შევაკვდებით მართლა რა, ჩვენი გადაცემა უნდა ჩანდეს ამაკლე ბევრად მაგრად. ხო, ჩვენ გზუდავენ და მაგიტო ვიჩერდები კიდე. ჩვენ ვინც გზუდავს, ის გზუდავს, მაგრამ ვინცაც შეუძლია რომ
ამით გაავრცელოს, ვიღაცას მოუყვეს, ვიღაცას ანახოს. რავი, ნუ დაგეზარებათ რა, ძალიან გთხოვთ, მართლა მთელი გულით გთხოვთ, რომ ერთმანეთს გვერდში, ეხლა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანას გვერდში უდგავართ ამ ჩვენი გადაცემით და თქვენ ძალიან დაგვეხმარებით იმაში, რომ ბევრმა ადამიანმა გაიგოს და გავრცელდეს რა. აი მთელ საქართველოში გავრცელდეს, ისე რომ აი მართლა ელოდებოდნენ ჩვენ გადაცემას მთელი საქართველო, რომ რას ვილაპარაკებთ და ჩვენთვისაც დიდი პასუხისმგებლობა იქნება და мотиваციაც იქნება და ადამიანებისთვის კიდე ახალგაზრდებისთვის უფრო მეტად თორე ხა უფრო უფროსმა ასაკის ხალხმა ყველაფერი თავის თვალით ნახა, ყველაფერი თავის დიცის. თორე აი ხა ვინც არიან რაღაც ახალი თაობები და ისინი და ესენი იმათმა საერთოდ არაფერი არ იციან ამაზე რა. და ან ისეთ ბაბლში არიან, რომ არ ეძლევათ ამის საშუალება. შეიძლება ძალიან ბევრს ვიცნობ, ეგეც რომ ეხლა რო აიღოს და რამე ვიდეო ჩართოს რამე ისეთი, აი ბაბლმა შეიძლება ოშე მასკნას რა. ან ოშ გარიყოს. დააბულინგოს და იმაზე არ უძახი. ვაფშე აი რა უქნეს, ცე ჩამოწეროს და ეხლა შეიძლება ის ამისთვის ბევრს ნიშნავდეს რაღაცეებში რა. ვერ გაიგებ ეგრე. მაგრამ ფაქტია, რომ ზიზღი არის დათესილი და ეს ზიზღი რაღაც დონეზე მუშაობს. ფაქტია, იმიტომ რომ იმ ვიზეც მუშაობს, იმას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, რეალურად ვინები არიან და რა ნაგავი ხალხი არიან ესენი. არაფრის მაქნესები, არაფრის მომცემები. ხო, ეგრე არის ყველაფერი უბრალოდ ერთი მან სასიხარულო მომენტი ის არის, რომ ძალიან მცირე ნაწილია ეგ ჩვენი მოსახლეობის. ძალიან ცოტანი არიან ეგ საზოგადოება ან შეიძლება ვიღაცა ლიბერალი იყოს. ხუთი კაციც რო იყოს ცოდვა, ყველა მეწოდება ვინც არ იცის და აი ეგრეა რა. ეხლა ჩვენთან აი როგორ მომენტია იცი, რომ შეიძლება ვიღაცა ლიბერალი იყოს, მაგრამ თავის ქვეყანა უყვარს. მიხდი შეიძლება ძალიან ბევრია. ხო, ეგეთ, ხო, ბევრია რა. აი გამოაჩინა ამ აქციებას და ყველაფერი მაგიტო აი ხარ 10 და 20 კაცი რო დარბიან აქეთ თავიდან ემოციებზე აყოლილები იყვნენ ეგონათ რომ რაღაცა ქვეყანა იღუპებოდა და გულწრფელად აპროტესტებდნენ ამას. ხო და შემოვაგდოთ რა ეს მავნებლების ვიდეო ხა უკვე გამწარებული გაბოროტებული ვინ არის ამასთან ესენი რომ მართლა სადმე მოვიდა ამას შეხედე აი ეს ქალი ვაფშე სადაა სიფრაზე მჭამდა და ანადგურებდა ჩემში სასიცოცხლო ენერგიებს. ეს ეკა კვესიტაძეა, ჟურნალისტი, YouTube არხ მისმინას იდეის ავტორი და სულისჩამდგმელი. ჩემი მიზანია ტელევიზიის გაკეთება საბოლოო ჯამში. აღარ შემიძლია იმედგაცრუებები, აღარ შემიძლია, ანუ ემოციების ესეთი ჭარბი რაოდენობით ჩემში არსებობა აღარ შემიძლია. ამიტომ ოიმი, რამდენი ემოციები დაგროვე, ხო არ დაიღალე, ეკუნა იმის და 13 წელი თუ 14 წელი 12 წელი. რო ცდილობ რომ ისევ გინდა რომ ანუ დაბრუნდე, თუ აი დაიღალე, ამოდი, დაღლილი იქნები სულ რო იცოდე, არანაირი. კარგი იმას ვერ მოგცემ, რა ქვია დამაიმეთებელი იმას რომ რამეში აი დაისვენებს. მოიწყობა რომ ბოღმას ბოღმა რო დაგზავნე თან აი მენა. ხო, აი მოი შემჭამაო იმან ეგ ბოღმა შეჭამა. თაბა რა ქნა? ტელევიზიის გაკეთება უნდა და რა მოხდება იმ ტელევიზიის დაგლიჯა. ტელევიზიაში რო გააკეთებს, იქ რეები მოხდება, ეს წარმოიდგინე შენ. სასიცოცხლო ძალიან ცუდები არის. ეხლა ტელევიზია რომელიც გაკეთებული არის და ის არის გაკეთებული არის სიბრაზე კი ბოღმა გჭამს. მოიდი გაკეთებული ტელევიზიას ჩამივყვეთ ეხლა ჩვენ საყვარელ ტელევიზიას TV პირველს გადაუყვეთ. ეხლა ნახე ეს კიდე ერთი წერალი პოეტი თუ კონკრეტული ადამიანების კონკრეტული ძალის ასე ვთქვათ წარმოჩენა საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის მხრიდან და ეს რასაკვირველია ისევ და ისევ აღაფრთოვანებს და იმედს შეასხავს და ფრთას შეასხავს ჩვენს საზოგადოებას. ვინას აღაფრთოვანებს რა თაუნა შეგახავ თაკია გაგწვიდათ ბუმბულიც დაგწვიდათ რა თამაც ქონდა და რა თაც ქონდა არაფერი თქვენ აღარ აგავ რა ვინც რა უნდა რა ახალი ლიდერები და რა ვინ არის ახალი ლიდერები შეხარ ახალი ლიდერი და ახალი მწერალი და პოეტი თუ ესენი არიან ეს ამოღწუებული პარტია თუ ანუ ეს ანუ ვისე ვლაპარაკები ამას აბსურდში არიან იმენ აბსურდი რა ჭირთ ბიჭო მართლა ვერ გავიგე ბუღაძე ეს და ის რა ტურაშვილი ანუ მართლა არ მჯერა რომ რაღაც არსებობს ბიჭო რომ რაღაც არ არსებობს მაგათთვის არაფერი მაგაში დარწმუნებული ვარ უკვე ძალიან დიდი ხანია და შენც ეხა უბრალოდ ემოციებს ხარ აყოლილი მაგაში არაფერი არ არის საერთოდ არაფერი არ არსებობს ლოგიკური თან თუ კი ვართ მობილიზებულები თუ კი გვაქვს საერთო სტრატეგია სულისკვეთება რასაკვირველია ნებისმიერ ბრძოლაში უნდა გარისკო და შეხვიდე და
იმიტომ რომ ვერ აუხსნი პრინციპში საკუთარ თავსაც საბოლოოდ ანუ ასე ვიტყოდი რომ ვინმე მარგვის საყვედუროს მაშინ რაღაცა უსაყვედურობდით იმ ორ პოლიტიკურ პარტიას ვინც გავიდა ადგილო იმიტომ საყვედურობდით რომ მათ ითამაშეს ჩემი თვალთახედვით ის თამაში რომელიც ყველაზე მეტად აწყობდა ავტორიტარს სეპარაცია ცალკე დაგლეჯა ერთიანობის სულისკვეთების დისონანსური საქციელით დისონანსური და რაღაცებს ვიძახი გონია რომ ძალიან ჭკვიანად გამოიყურება შენი ნათქვამი მოკლედ ეს იძახის ეს მართლა მავნებელი რა იძახსო ჩვენო თუ გავერთიანდებითო ყველანი ერთად ყველაფერს შევძლებთ რა ვინ თქვენ გაერთიანები რა თქვენ ვაფშე ვინ ხართ როდის დაშლილ ხართ თქვენ ანუ გაერთიანებულები ხართ უბრალოდ არანაირი ფასი არ გაქვთ და არც გეკრემათ იმიტომ რომ ეხლა რამაც ფასი ეგრეთ თქვენსავით დაკარგა იმას ფასი ვეღარადოს ვეღარ ნახმარი ზეთები არის მანქანაში აი ზეთს რო კი რო ვეღარ ჩაი ოა მართლა იმენა ნა რა რომელსაც ვერ გამოიყენებს აზრია ვერ გადაამუშაო უკანა ეგ უნდა დაგემართოს რა რა გინდა თავი დაგვანები და წადით რა ძმაო სადაც გინდათ მართლა მოდი გადავიდეთ უცხოურ მარგალიტებზე კიდე მოდი უცხოურ ინფორმაციებს სანამ გადავა ერთი ორი ვიდეო მაქვს და ერთი უნდა ჩავერთო რა რაღაცნაირი არ შემილია რა ეს უნდა ჩავერთო რა ჯერ ეს უნდა ჩავერთო ძალიან გავერთი ამ ვიდეოზე ამის ტაძარი რა აღმოჩნდა ამის დროს არ გადამიღონ სურათი რატო? იმიტომ ნახე რამდენი შენ ქართულ ხალხს ასეშია. სულ მაქვს, სულ პარტიზანულ ბრძოლებს ვაწარმოებ მაცივართ. სულ აი პარტიზანი ვარ რა. მიპარვა ხო ის უნდა მიხვიდე. ფეხის წერებზე კი ფეხის ცხილებით დავდივარ. მაცივარი არის ამ ქვეყნიურ ტაძარი ჩემი. გაიგე შენ რა ყოფილა ანუ ამის ტაძარი გავიგეთ რა ყოფილა ამ ქვეყნიური და ერთ ისტორიას მოგიყვები შენ ცნად თქვა ხო ერთი არა ხო ისტორიამდე მე მინდა რომ ეს ამის ნათქვამი მინდა რომ ეს წარმოდგენაში გადმოვიტანოთ რომ წარმოვიდგინოთ ეგეთი რაღაც რომ ეს სახლურმანზე ხარი ასნსალში რო ხარ და იცოდა სლეკა და უკვე ჩემი აზრით რა აი ეს პარტიზანული რო ერთვება რა მაგ დროს ანუ ასე პარტიზანები ან უგრძალავენ ხო პარტიზანული რო ერთვება მანდ იახსნია რომ უკვე წომნაობაზე რო გადადის იმის საშუალება არ ეძლევა რომ ჩაიცვას და გაიზმოს რაც ეგრევე რა ვიზეც არის რა მომენტიც მოუვა იმ მომენტით მიდის მაცივართან და აი სახე რომ აი იქიდან რო ვიღაცა იზრებე და ვითომ არ ყოფილა მაცივართან და მაგაცოა მეშინია არ გადამიღო რამდენს ჭამსო ტიპი რა კომპლექსია ხდები შვილიც რა შედის მდგომარეობაში ეს ვიდეო რაც მოვისმინე იმის მერე დავწუნდი ერთმა ქალმა მომიყვა ისტორია და დავწუნდი შესაძლებელი ეს ისტორია იყოს სიმართლე რაღაცა მიტის გადაფორმებაზე დავდიოდი ჩემი მეგობარი და ნოტარიუსი ყავდა მანქანაში და გუბაზაზე რაღაცას ხუმრობდით ამ ხამეთ რა არისო მაშინ რა გიკვირთო მაგისიო მაგრამ მე უსმინეო ჟურნალისტმა კითხაო რომ ყველაზე მეტად ცხოვრებაში რას ნანობთო რა და უბაზას უპასუხია რომ სადღაც უფრაზე ვიყავიო და ხაშლამის ნაჭირს დავადვი თვალიო და სხვა მომპარაო დამასწრო და მაცალაო მამაცალაო და საგუბაზე ისტორია არის მაგრამ არ გონია მაგრამ მე არ მგონია ხა ის ჯერ იცი როგორ თუ ჟურნალისტთან მოყვა სადმე ხო უნდა დაიწეროს მაგრამ აქ თავარი ის არის რომ ჩვენ ამას უშევთ რომ შეიძლება ისტორია იყოს მართალი და როგორც ეხა აგერ თვითონ გვიდასტურებს რომ ჩემი ტაძარიო არისო მაქიო მაცივარიო ნუ ძალიან დიდი შანსი არის რომ ეს ისტორია კი მართალი რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად იმას ნანოს ხის ხაშლამის ნაჭერი რომელსაც თვალი დაადგას ხამ დაასწრო და შეუჭამა მაგრამ ეგ ისტორია შეიძლება ეს მოყოლი და მე არა აქვს მაგრამ დარწმუნებული ვარო სადღაც რაღაც ადგილებში რაღაცებზე დადგმული ქონდა თვალი და რო ააცალეს დაენწრა შეიძლება იქ ხაშლამა არის და ქათმის კი ბარკალი რაღაცა ვაფშე არა მიშლობა წვადის კაი ნაჭერია რა ეგა კრინჯა უნდა ჩავთო კიდე ერთი კრინჯა უნდა ჩავთო როგორ არიცით ახლა ტრამპმა მითხრა რომ მაცალე ცოტა ხანიო ჯერ მადუროს უნდა მოუვარო მერე გროენლანდიას მერე უნდა მოუვარო უნგრეთს თუ უკრაინას თუ გაზას თუ ირანს და ამ ყველაფერს რო დავასრულებ მზად ვიქნები რომ საქართველოსაც მოვხედო ამიტომ ეს ჯერ არ გასულა ალბათ
ეს ჯერ არ გასულა და ეხლა დაფიქსდი მაგეებს რომ დაასრულებ თქვენ რაღა მე თქვენ იქნებით 90 წლის ხალხი ყველა და თქვენ მაინც რა მოყავდით და კიდე თუ რომ მართალი იყოს ეს ფოტოა ეხლა რომ დაუვიღე სალომე შენი ჭირიმე ეხლა ცოტა ხანი მაცალე სიმონ ისეთი თემები მაგ დასალაგები და თქვენ აი ამ ქალის ფოლოვერები რო არიან ისინი და ამას რო უყურებ რომ სალომესთვის უთქვია ტრამს რომ გრინლანდიაო თრაო მერტო დაგვიფა გრინლანდიაო და იქო ყველაფერს ვხედავთო და ხო და მოდი ხა შენ აგერ ტრამპი ახსენა ალბათ სალომე და მის მეგობარზე ნეთანიაჰუზე რაღაც 1-2 სიტყვით ვისაუბროთ რა და ოღონდ მინდა მარტივად ავხსნა ჩვენი პოზიცია და შენი პოზიციაც ისეთი დარწმუნებული ვარ. ჩვენ ვაკრიტიკებთ ნეთანიაჰუს ეს არნიშნავს რომ ებრაელ ხალხს ვაკრიტიკებთ და ანუ ანტისემიტიზმში გდებენ ზოგი ბრალს, ნუ სრული აბსურდი. არა ხო და აბსურდია მე ხარ მაგალითად ჩვენ რო ვაკრიტიკებთ ზელენსკის არნიშნავს რომ უკრაინელ ხალხს ვაკრიტიკებთ. რო ვაკრიტიკებთ მაკრონს არნიშნავს რომ ფრანგ ხალხს ვაკრიტიკებთ. რო მერცს არნიშნავს რომ გერმანელებს ვაკრიტიკებთ. რო ვაკრიტიკებთ სტარმერს არნიშნავს რომ ინგლისელებს ვაკრიტიკებთ. იგივეა ესეც რა ნეთანიაჰუს რო ვაკრიტიკებთ ნეთანიაჰუს და არა ებრაელ ხალხს. და რა კარგია რომ ესე განსაზღვრავთ რომ აი ადამიანები და ერი არაფერს უარშე თავრობასთან თავის ამით მაგალითად ვაძლევ ხა იმათ რომ ხო და ამათვის ყველა ქართველიც რუსი არის პუტინის რუსია პროსტა რუსიც რუსი არის და ამ აზერბაიჯანელიც რუსი იქნება ეგრევე თუ არ დაევა ხო და აი რა აბსურდია ჩვენ უბრალოდ არ მოგწონს მაგალითად ეხა მაგალითად ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თვითონ გამოაყენეს რომ ყველაზე დიდი პრაიდი ტარდება ახლო აღმოსავლეთში ეს ჩვენ არ მოგწონს როგორც საფრანგეთში ვაკრიტიკებთ პრაიდს ისე ვაკრიტიკებთ ისრაელში რომ პრაიდი ტარდება არ მოგწონს მაგალითად კიდე ქრისტიანები ვართ ხო ჩვენ და აი ხა რომ ჯვარი ვიღაცა ებრაელმა ჯარისკაცმა რომ ქრისტეს ჯვარცმა რომ ჩამოაგდო და დალეწ ეს არ მოგწონს როგორც სხვამაც რო გააკეთოს მუსულმანი იქნება ეს იეზიდი თუ რა არ აქვს მნიშვნელობა ქრისტიანმა ნებისმიერმა ესეთი ფაქტი რო ხო ამას დავგმობთ ეს არ ნიშნავს ანტისემიტიზმს ეს არის აბსურდი ხა და თქვენ რაც გინდა ხა თუ კიდე წინდა ისა გაიარეთ ცივი წყალი დალიეთ კვარზე გაისეირნეთ სანაპიროზე და მოგეშვებათ ხო მაგრამ ეს უნდა აღინიშნოს რომ ეს არის მავნებლობა და ეს არ შეიძლება და არ მოგწონს რა. ხო და აი რას ნიშნავს ეს ყველაფერი რა? ანუ რას ნიშნავს რომ ეხა დასანახად და დიდი და აი ეს ამბავი რომ რას ნიშნავს ეს ყველაზე დიდი ფესტივალი ახლო აღმოსავლეთში და საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს ამას. და ეხლა ჩვენ გავუყურებთ ანტისემიტიზმი და რაც უნდა ის უქნა გიქრა მაგრამ აგერ ფაქტი არის ხო ეს ჩვენ საფრანგეთშიც რო არის ეს და თუ უნდა ჩინეთშიც რო იყოს და რავი სადაც ნებისმიერი დედამიწის ნებისმიერ წერტილში პრაიდი რო ტარდება ყველგან ამის წინააღმდეგები ვართ ჩვენ და შენ ანუ ჩვენი არის ვახ საით მიექანება სოფლიო კი არა მართლა ანუ აი დაჩქარდება მეორედ მოსვლა იქით მივდივართ უკვე იმიტომ რომ ამდენი საზიზღრობა და ამდენი გახწნილი ადამიანი და ამდენი უსულო ადამიანი მართლა რავია დედამიწაზე ალბათ ერთად არასდროს არ ყოფილა ამდენი ბინძური ტვინი დედამიწაზე ერთად არ უცხოვრია ალბათ არასდროს აი შევა ეს ოდომი და გომორი დროს იყო ეგ ხო მაგრამ ეგ ბრუნდება მაგ დროს მგონია რომ რაღაცა ადგილებში იქნებოდა ეგ თორე ესე მასიურად ყველაში რო ცხოვრობდეს თვითონ სოდომი და გომორი ეგეთი არ ო არა და უფრო ქართველამდე რომ მოაღწია და ქართველი რო ეგრე გაფუჭდა ხო მან უკვე იქ იყო კაცო და იქ ხო მაგრამ აქ ისე შემოაღწია რომ ჩვენ გავწდა ეხლა და წარმოვიდგინე რა ეგრეა ხო რავი დიდი იმედი მაქვს რომ მალე ერთ სიურპრიზიც მოსაყოლი მე გვექნება რომ ამ იმეებს რა ქვია კაცუკეს მაგრამ რომ უხარიეთ რაღაცეები ძალიან დავამწუხროთ შემდეგ გადაცემაში ალბათ კაი ამბებით ვიქ დაუბრუნდებით რაღაცეებზე და რავი, მოკლედ ჩემი აზრით არის საინტერესო გადაცემა, გამოვიდა რაღაც ბევრ თემებს მოვედეთ, მაგრამ და ბევრი კიდე ძალიან ბევრი არის. უბრალოდ აი ვერ ესწრება რა. არ დაგავუწდეთ ჩვენი არხის გამოწერა, დიდი მადლობა ყურებისთვის, მადლობა თორნიკე, ამოვა შეხვედრამდე. კარგად ბრძანდებოდეთ, მადლობა რომ გვიყურებდით დროებით.